უკვე 24 წელია კოსმოსში დედამიწის ორბიტაზე წარმოუდგენლად რთული და კომპლექსური სისტემა ფუნქციონირებს. ის საათში 27600 კილომეტრით გადაადგილდება. ადამიანის მიერ ხელოვნურად აშენებული მუდმივი კოსმოსური სადგური, რომელიც რა თქმა უნდა საერთაშორისოა და ის ერთ ქვეყანას არ ეკუთვნის. საერთაშორისო კოსმოსური სადგური აბრევიატურით ISS-ი არსებობის მესამე 10 წელშია. მეცნიერები დიდი მედებს ამყარებენ იმაზე, რისი გაკეთებაც მას ჯერ კიდევ შეუძლია. თუმცა სადგური სამუდამოდ ვერ იარსებებს, რასაც NASA-ს მიერ ახლახან გამოქვეყნებული ანგარიშიც ეხმიანება. მაშინ დეტალურადაა აღწერილი ISS-ის დატოვების გეგმები. საკულტო სადგურის განადგურებას 10 წელზე ნაკლები დრო დაჭირდება. სანამ ამ სადგურის განადგურებაზე მოგიყვებოდეთ და ახალი სადგურების მშენებლობებს მიმოვიხილავ, მანამ აუცილებლად უნდა ვისაუბრო ამ სადგურის აშენების და გამართვის ისტორიაზე. სად, რატომ და როგორ დაიწყო ყველაფერი და რა მიზანს ემსახურება მისი არსებობა დედამიწისა და კაცობრიობისთვის. საერთაშორისო კოსმოსური სადგური უდიდესი და უძვირესი პროექტია, რაც კი აქამდე შექმნილა. მისი ბიუჯეტი დაახლოებით 200 მილიარდი დოლარია. ის დაახლოებით სტადიონის ხელა კონსტრუქციაა და 400 ტონამდე იწონის. დედამიწიდან დაახლოებით 400 კილომეტრის სიმაღლის ორბიტაზეა განთავსებული და დღეში 16-ჯერ შემოუვლის დედამიწას. თითო შემოვლას 90 წუთს ანდომებს. აქედან ყოველი 45 წუთი დღე-ღამის მონაცვლეობაა. კოსმოსური მეცნიერების უსწრაფესი განვითარება 1960-იან 70-იანი წლების ცივი ომის დამსახურებაა. საბჭოთა კავშირ ამერიკის სამხედრო შეჯიბრება კოსმოსში ძვირად ღირებულ ექსპერიმენტებს, კვლევებსა და შემდგომ განვითარებას ითხოვდა. ამერიკელებსა და რუსებს თავიანთი კოსმოსური სადგურები ჰქონდათ. ამ ქვეყნების პილოტირებული მისიებიც მათივე კოსმოსურ სადგურებზე მუშაობდნენ და საკუთარ ხომალდებს Space Shuttle-სა და Soyuz-ს გზავნიდნენ. კვლევები მიმდინარეობდა კოსმოსურ სადგურებზე Salyut, Mir და Skylab. მაშინდელი კოსმოსური სადგურებიდან ყველაზე გამძლე Mir აღმოჩნდა. 15 წელი იმუშავა, თუმცა როგორც იტყვიან, მერე დრო მოჭამა. 1990-იან წლებში პოლიტიკური და ეკონომიკური კატაკლიზმების გამო საბჭოთა კოსმონავტიკაც დაშლის პირას აღმოჩნდა. ამერიკისა და რუსეთის მაშინდელ მეთაურებს რეიგანსა და გორბაჩოვს ეკუთვნით დღევანდელი კოსმოსური სადგურის დაფუძნებისა და გაერთიანების იდეა. თუმცა ამას წინ უსწრებდა 1975 წელს რუსულ-ამერიკული პროგრამა Soyuz Apollo, როცა კოსმოსში პილოტირებული კოსმოსური ხომალდები Soyuz-ი და Apollo შეერთდა. თანამშრომლობა რუსული მირის ფარგლებშიც გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკოსების ნების გარეშე კოსმოსური პროგრამების დაფინანსება და განხორციელება შეუძლებელია. ამერიკის კონგრესში დღევანდელი კოსმოსური სადგურის დაფუძნების იდეას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა და კენჭისყრისას მხოლოდ ერთი ხმით აჯობეს მომხრეები.